რუსკა მაყაშვილი უსამსახუროდ დარჩა. მსახიობმა რამდენიმე კვირის წინ Night Show Studios პროექტი ჩვენი ამბავი დატოვა. ამის შესახებ მთელმა ინტერნეტმა მისი სტატუსის მეშვეობით შეიტყო. სცენარისტებმა მაყაშვილის პერსონაჟი ეკატერინე საერთოდ გააქრეს. სერიალიდან წამოვედი, Night Show-დანაც წამოვედი, იმიტომ ჩემი ადგილი იქ არ არის. გაგაბრაზეს. გამაბრაზეს, ალბათ გავაბრაზე, მაგრამ უფრო გამაბრაზეს. არ ვიცი. რაღაც ცოტა უცნაური რაღაცები მოხდა ჩემთვის, გაუგებარი რაღაცები მოხდა. და პრინციპში თავიდანვე ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, რას ვაკეთებდი, რას აკეთებდა ეს პერსონაჟი ამ სერიალში, ამიტომ თვლის, სადაც ჩემი ადგილი არის, იქ არ უნდა იყო. ჩვენი ამბავი სულ რამდენიმე თვეა, რაც იმედის ეთერში გადის. პროექტი შუა ქალაქის მსგავსი რეიტინგით ნამდვილად ვერ დაიგვეხნის. მით უმეტეს, რომ მისი ეთერში გასვლის დრო ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალს ჩემი ცოლის დაქალებს ემთხვევა. ნამუშევარში როლანდ ოქროპირიძე, დიმიტრი ტატიშვილი, ნინო შაბგულიძე და ბევრი სხვა მსახიობი მონაწილეობს. კი, ინფორმირებული ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით და არც იყო გათვლა პირველივე სეზონზე, რომ რეიტინგი ყოფილიყო ისეთი მაღალი, რომ თქვათ გაესწრო ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტი არხისთვის, რომელსაც ძალიან რეიტინგული ასევე სერიალი აქვს ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი სერიალი გადის. ამიტომ გათვლა სწორედ ეს არ იყო, რომ პირველივე სეზონზე ჩვენ რეიტინგი მაღლა აგვეწია. 6 წელი გადიოდა შუა ქალაქში. ძალიან დიდხანს და ყურებელისთვის უკვე ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, როგორც სცენარისტებისაც უკვე გართულდა რამე ახალის მოფიქრება და ყველანაირად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ახალი სერიალის ჩვენი ამბავი დავიწყეთ. შუა ქალაქის აგორებას დიდი ხანი დაჭირდა, დაახლოებით 1 სეზონი არ იყო ისეთ წარმატებული, არც რეიტინგული და 1 სეზონის შემდეგ უკვე მე შეიყვარა ხალხმა, გაიცნო. და ამ სერიალსაც ამ სერიალს შორის განსხვავება ეს არის, რომ მაშინ არც ერთ ტელევიზიას არ ქონდა არანაირი სერიალი, მსგავსი რაღაცები არ არსებობდა და ეხლა უკვე ახალი აღარ არის, ესე ვთქვათ. რაც შეეხება რუსკას გმირს, ის რამდენიმე კვირაა ტელესერიალში საერთოდ აღარ გამოჩენილა. ჩემი პერსონაჟი ფილმიდან ამოღებულია. პირველი სცენარისტები ვეღარ წერენ მასზე. მეორე უნიჭო ვარ, დაწერა მსახიობმა. როგორც თავად ამბობს, სერიალის ავტორებთან არანაირი კონფლიქტი არ მოსვლია. თუმცა მისი გაღიზიანება და მისი კოლეგების ბუნდოვანი პასუხები სიტუაციას უფრო გაურკვეველს ხდის. ეს მე თვითონ ესე გამაღიზიანებელი ის დავწერე, ჩემი ესე ვთქვათ, მოსაზრება და ალბათ თქო, მაგრამ მე შეიძლება რაღაცებში მეპარებოდეს, შეიძლება არ მეპარებოდეს, მაგრამ ხო, სერიალს არ ვიცი, სამწუხაროდ დაბალი რეიტინგი აქვს. ეს ჩემი წამოსვლის მაქედან წამოსვლის მიზეზი არ გამხდარა. მაგრამ იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი ადგილია. არანაირი კონფლიქტები არ ყოფილა, ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან, განსაკუთრებით რუსკას, იმიტომ რომ უფრო დიდი ხანი არის, რაც თანამშრომლობს Night Show Studios-თან, შესაბამისად ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს დღემდე. არის ხოლმე სცენარზე, დამოკიდებული სცენარისტებზე, სცენარისტებმა ვერ გაწერეს ის პერსონაჟი, რომელიც მოფიქრებული იყო, რუსკა მაყაშვილი ვინც იყო, ვერ მოახერხეთ და ვერ მოხერხდა მისი უფრო გააქტიურება თუ გაცოცხლება და პერსონაჟი ვერ განვითარდა, ასე ვთქვათ და ამიტომ ნელა ჩამოშორდა სერია. მსგავს ჩვენგან არაფერი არ ყოფილა არც. ეს კონფლიქტი სულ ეს ვერ განავითარა პერსონაჟი. ამჟამად რუსკა მაყაშვილი თავის კარიერას თეატრს უკავშირებს. ამ ეტაპზე ტელეშოუები, გადაცემები და ცისფერი ეკრანი უფრო აკადემიური საქმიანობით ჩაანაცვლა. რაც შეეხება ფილმის პროდიუსერებს და მსახიობებს, ნამუშევრის დაბალ რეიტინგს ისინი რუსკას წასვლას სულაც არ უკავშირებენ და საერთოდაც არ თვლიან, რომ ეს თემა პრობლემას წარმოადგენს. სერების მხრიდან არ იყო გაღიზიანება მის სტატუსზე? არაფერი, საერთოდ უკომენტაროთ იყო ყველაფერი. სხვათაშორის ეს სტატუსი წავიკითხე თუ არა, უბრალოდ ინტერვიუდან გავიგე ამ სტატუსის შესახებ, არც ვიცოდი რა ხდებოდა. მეგონა რომ რაღაცა ანკრება ჩატარდებოდა, ან რაღაცა ვინმე რამეს იტყო და არავის არაფერი არ თქონს აბსოლუტურად. რუსკა მაყაშვილთან ერთად თუ მის გარეშე სერიალი ჩვენი ამბავი ტელეიმედის ბადეში მყარადაა ფეხმოკიდებული. რამდენად გაგრძელდება მომავალი სეზონიდან, ამას სულ მალე შევიტყობთ. თუმცა რუსკას გმირის დაბრუნების შანსი რომ ძალიან ცოტაა, უკვე მიხვდებოდით.